ერთ-ერთმა ორგანიზაციამ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც განათლების სისტემამ კრახი განიცადა და განიცდის. 25 ყველაზე დაბალი შეფასების მქონე ქვეყნებს შორის საქართველო 25 ადგილს იკავებს. მეგატივი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ქუთაისში ამ კვლევასთან დაკავშირებით და რამდენად სამართლიანად აფასებენ მას. ნაცვლება როგორ უნდა იყოს, დედაენა რო გადაგვარდება. რა ვიცი, რა გითხრათ, ყოველი გოგებაშვილს ვინ გამოცვლის. დედაენა ცვლიან. ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ახსენით ყველაფერს. Ai, ასეთია მეგატივის მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობის შეფასება ქუთაისში. მათი განმარტებით კვლევის შედეგი, რომელიც ორგანიზაცია World Atlas-მა გამოაქვეყნა, რეალობას კარგად ასახავს. კვლევას ათაურით ქვეყნები ყველაზე საშინელი განათლების სისტემით რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს. მათ შორის განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და საბოლოოდ მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი. ქუთაისში სიაში მოხვედრის მიზეზად უმეტესად მოშლილ საგანმანათლებლო სისტემას და არასწორად შერჩეულ პრიორიტეტებს ასახელებენ. ბევრისათვის როგორც ჩანს, ასევე ძალზე გულსაწყვეტია იაკობ გოგებაშვილის დედაენის, როგორც სახელმძღვანელოს ამოღება დაწყებითი კლასებიდან. ნაწილს კი მიზეზად საგანმანათლებლო სფეროს ნაკლებ დაფინანსება მიაჩნია. განათლების სისტემა საერთოდ მოშლილი არის. თუნდაც სკოლებს, თუნდაც უნივერსიტეტებში ყველგან. მოშლილი საერთოდ საქართველოს განათლებას მოშლილი. რა უნდა გაკეთდეს თუ ეს? დაგეკეთე, შვილს იცავს ახალი თავრობა მივიდეს შვილო და რაღაცა გაკეთდეს, რა ბავშვებმა რაცხა ისწავლოს. მე ახლა ეგრე მუშაობ ინსტიტუტის უკან. სულ გარეთა ბავშვები, როდი შედი ინდექციებს, იმიტომ რომ მოშლილია შვილო განათლების სისტემა. რაც აუცილებელი მას არ ასწავლიან ბავშვებს. აუცილებელია ქართული ენა იკარგება საერთოდ. და უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რომ ისევე შეიმუშაონ რაღაცა და ქართველი ხალხი უნდა ქონდეს ქართული ენა ბავშვმა, უნდა იყოს ბავშვობიდან. ის არ მომწონს, რომ ჩვენი დედაენა არ არის. აი ეს არ მომწონს. გოგებაშვილის დედაენა დაბრუნდეს და ალბათ შეიძლება ლამაზად და კოხტად განათლების სისტემაც რა, მე ასე მგონია. ეს სისტემა მოსმენ, როდესაც დაინგრა სოციალური წყობა. მეტი აღარ იქნება განათლების სისტემა. გამოსასწორებელია ეს სფერო, იმიტომ რომ ფაქტობრივად განვითარებული ქვეყნები, რომლებიც არსებობენ დედამიწაზე, წარმატებას პოულობენ, რომ დიდი ინვესტიციებს დებენ განათლების სისტემაში. განათლებას არ ეხება? ნახეთ, შედით თავისუფლების ბოდაზე თბილისში, მიმოიხედეთ ხორტიად მარიოტი, GMD პლაზა, მადო, ხო, წერილები დევს ბატონ კახისადმი მიმართული წერილები, რომ ეს საკითხი გამოსვდეს. ეს ფაქტობრივად ჩვენი სამშობლოს გულში, დედაქალაქის გულში, თბილისში თავისუფლების ბოდაზე ქართული ამეთ ქართული სიტყვა ვიწერია და 5 წელიწადი ამ საკითხზე ამ თემაზე ვიბრძვი. ეს სახვეწნი არის კაცო? მინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განათლებული, ძლიერი და წარმატებული. რა ვიცი, ახლა განუვითარებელი ნამდვილად არა ვართ ქართველიერი და თანა მოქალაქეთაგან განსხვავებით ქუთაისში ნაწილს მიაჩნია, რომ შეიძლება საქართველოში საუკეთესო არა, მაგრამ არც თუ ცუდი საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს. მეგატივის მიერ გამოკითხულ ქუთაისელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა არა სისტემა, არამედ თავად ახალგაზრდების мотиваცია. ადამიანი რომელსაც უნდა განათლების მიღება არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სად ისწავლებს. თავარია მას კონდეს ესეთი სურვილი. და ეს არის ყველაფერი თითოეული ადამიანის კეთილი ნება. გინდა განათლების მიღება, იღებ, არ გინდა არ იღებ, მაგრამ ისე ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავუნკროტები და ვიტყვი, რომ დღევანდელი თაობა, ეხლანდელ თაობაზე ვამბობ, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო მიდრეკილია ტექნიკური განვითარების კომპიუტერი, ესეთი მომენტები და ძველი თაობა შედარებით უფრო წიგნისკენ იყო მიზიდული და ვფიქრობ, რომ განათლებაც და ეს ინტელექტიც მეტი იყო. მე ესეთი დამოკიდებული ვარ ყოველ შემთხვევაში. ჩემ დროს მაგალითად ძალიან მკაცრი იყო და პედაგოგები მკაცრად ექცეოდნენ და ახლა მკაცრად არ შეიძლება ბავშვს რომ ექცე და თავისი სურვილით არ უნდა სწავლა და დაბალ დონეზე იქნება რა თქმა უნდა. იცი რა, უნივერსიტეტებში არ ვიცი, აი კითხვა კლასგარეშე საკითხავებს არ კითხულობენ რა. ახალგაზრდა ხა მეც მყავს და უფრო კომპიუტერიდან უფრო კითხულობს, ვიდრე აი წიგნი კი უყვარს. აი თაობა ჩამოშორდა კი, ზოგადად წიგს ახლა განუვითარებელიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ აი კითხვის ცოტა დეფიციტი გვაქვს. მე ასე მგონია. ზოგადად ახლა მთავრობამ რა უნდა კი აკეთებენ ყველაფერს. მარტო მთავრობაზე ხო არა ჩვენც, მშობლებიც ჩვენც უნდა ვიყოთ ცოტა ისეთი მოწადინებული. ის ლაბრაგი რომ ხელფასების გადადება მიდის და უფრო მეტი საჭირო რომ
ხალხში იყოს ესეთი ისინი ინფორმაციები, რომ ბავშვების დაინტერესდნენ. ახლა ბავშვებს საერთოდ ბევრს არ აინტერესებს სწავლა-განათლება, კომპიუტერებზე არიან დამიჩერებული და განათლების სფერო აუცილებლად გაიზრდება და უფრო აქტიური გახდება პედაგოგებისა, მასწავლებლები თუ კი დაინტერესებენ ისინი ხელფასის გაზრდით. ყველა ახლა ხელფასია ხალხს, სიძუხჭირია ისაც უჭერს ყველას საერთოდ. გაჯობ მდგომარეობაში არიან და მე მგონი უკეთესი იქნება და კარგი მომავალი ექნება ჩვენ ახალგაზრდა თაობებს. როგორც აღნიშნეს, ია 25 ქვეყანას მოიცავს და პირველ ადგილს გვინეა იკავებს. შემდეგ მიანმა მოდის. საბოლოოდ კი სია საქართველოში გვირგვინდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სიის ბოლო შედარებით უკეთეს ადგილს იკავებს, ეს მაინც არ იძლევა სიხარულის საფუძველს, მით უმეტეს რომ რეიტინგი სოფლიოში ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს მოიცავს. ეს კი მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა. ამ წუთის სოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია. თუმცა ჭირდება თუ არა ძლიერი განათლებული თაობა დღევანდელ საქართველოში, ეს რთული სათქმელია. თაბარ ქავთარაძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგა TV-სათვის.